მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მე გახლავართ დავით ბოტკოველი და მინდა წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი სავაჭრო მეთოდი, რომელსაც პირადად მე დიდი ხნის მანძილზე ვიყენებდი საკმაოდ წარმატებულად. ეს არის მაქსიმუმის და მინიმუმის გარღვევაზე მუშაობა. მეთოდი არის ერთი მხრივ საკმაოდ ეფექტური, მეორე მხრივ საკმაოდ მარტივი და მთლიანობაში დაფუძნებულია გარკვეულ კონცეფციაზე, ბაზრის მოძრაობის პრინციპზე. და შესაბამისად გირჩევთ რომ ამ ასე ვთქვათ ვიდეოს უყუროთ ბოლომდე, იმიტომ რომ გავიგოთ კარგად რა პირობებში შეგვიძლია რომ მივაჭროთ. ასევე გირჩევთ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, იმიტომ რომ კიდე გელით ბევრი სიახლეები, საკმაოდ საინტერესო, ბევრი მეთოდის სახით, ბევრი თეორიის სახით და ასე შემდეგ. მოდით გადავიდეთ ახლა ძირითად თემაზე, ხო? პირველ რიგში ამ მეთოდისთვის დამახასიათებელია ერთი რამ, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რას ნიშნავს ბაზრის მოძრაობა. ანუ, თავისთავად ბაზრის მოძრაობა შეიძლება ვთქვათ, რომ ორი რაღაც გააჩნია, ხო? ეს არის პირველ რიგში, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არის გარეგნული სახე და მეორე რიგში, რა თქმა უნდა, მისი შინაგანი შიგთავსი. ანუ, როგორ ყალიბდება ბაზარი და ასე შემდეგ. ანუ, გამომდინარე ასე ვთქვათ, ბაზრების მოცულობებიდან და მთელი ეს კონცეფცია. თუმცა, რაც შეეხება უშუალოდ გარეგნულ სახეს, ძალიან კარგად ჩანს ხოლმე გარეგნულობაშიც, რომ ბაზარი საით რა მიმართულებით მოძრაობს და სად შეგვიძლია რომ განვახორციელოთ და გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები. მოდით ახლა მივხედოთ ბაზრის მოძრაობას, ხო? ერთი მხრივ ეს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ძალიან მარტივია, მაგრამ მოდით კარგად დაუკვირდეთ ყველა დეტალს. პირველ რიგში, სტრუქტურა, როგორც გითხარით, გააჩნია თავისი ბაზარს, ანუ გარეგნული სახე, და შესაბამისად, თუ მაქსიმუმის და მინიმუმის ცვალებადობა მიდის ზევით, ანუ რას ნიშნავს მაქსიმუმის და მინიმუმის ცვალებადობა მიდის ზევით? ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველი ახალი მაქსიმუმის ფასი წინა მაქსიმუმის ფასზე მაღალია და ყოველი ახალი მინიმუმის ფასი წინა მინიმუმის ფასზე ასევე მაღალი არის. აი თუ გვაქვს ესეთი რამ და ვხედავთ ასეთ რამეს, რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ სახეზე გვაქვს აღმავალი ტრენდი. ანუ აღმავალი ტრენდის დამახასიათებელი ნიშანი. ხოლო თუ ყველაფერი გვაქვს საპირისპიროდ, ანუ მაქსიმუმი და მინიმუმის ფასი წინა მაქსიმუმის და მინიმუმის ფასზე დაბალია, ანუ აფიქსირებენ დაბალ ფასს, ხო, მაშინ სახეზე გვაქვს უკვე დაღმავალი ტრენდი და შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე აქ ვიმუშაოთ, ესე ვთქვათ, ცოტა სხვანაირად. აი, რაც შეეხება ფლეტებში ერთი მხრივ არეულია ხოლმე მაქსიმუმ მინიმუმების ცვალებადობა. ნუ ხდება ხოლმე ისე, რა თქმა უნდა, რომ ფლეტში დაბალ ტაიმ ფრეიმზე, აი მაღალ ტაიმ ფრეიმზე თუ გვაქვს ფლეტი, მაგალითად დღის გრაფიკზე ან H4-ის გრაფიკზე გვაქვს ფლეტი, დაბალ ტაიმ ფრეიმზე, მაგალითად M15-ის ტაიმ ფრეიმზე გვაქვს ესეთი ლამაზი ტრენდები ხოლმე. თუმცა საერთო ჯამში ჩვენ, რა თქმა უნდა, უყურებთ ცოტა არ იყოს მაღალ ტაიმ ფრეიმს და დაბალ ტაიმ ფრეიმზე ვახორციელებთ რაღაცეებს. და მინდა გითხრათ, რომ აი ეს გარეგნული გამოხატულება ბაზრის, ანუ მაქსიმუმ მინიმუმების ცვალებადობით სვლა, დამახასიათებელია ყველა ბაზრისთვის. ვერ ნახავთ ბაზარს, რომელსაც აქვს სწორხაზოვანი მუშაობა. უბრალოდ შეუძლებელია ბაზარმა იაროს სწორხაზოვნად. არ შეიძლება რომ დღეს იყოს მაგალითად 10 თეთრი, მერე წავიდეს უსებ გახდეს 2 ლარი და ჩამოვარდეს მერე ისევ და გახდეს 10 თეთრი ან 9 თეთრი და ასე შემდეგ. კი არის, რა თქმა უნდა, ეგეთი სიტუაციებიც ბაზარზე, ოღონდ ეს დიდხანს არ ძლებს ესეთ სიტუაციები და საერთო ჯამში ბაზარი მაინც მუშაობს, ესე ვთქვათ, მაქსიმუმებზე და მინიმუმების ცვალებადობით. და თქვენ შეგიძლიათ აბსოლუტურად გადახედოთ ნებისმიერ ბირჟას, გნებავთ ეს იქნება სავალუტო ბირჟა, ფორექსი, გნებავთ ეს იქნება ფიუჩერსები, გნებავთ ეს იქნება აქციების ბირჟა, კრიპტოვალუტების ბირჟა და ასე შემდეგ. ყველგან ერთი და იგივე ანალოგიური სურათი გექნებათ და შესაბამისად
აი ყველგან ეს დამახასიათებელი სურათი, ანუ მაქსიმუმ მინიმუმების ცვალებადობა იქნება ერთნაირი და აქედან გამომდინარე ერთგვარად უკაცრავად გაგიიოლდებათ, იდენტიფიცირება გაუკეთოთ თუ რა მოძრაობაში იმყოფებით, ხო? მაგრამ აი საინტერესო რა არის, როგორ გამოვიყენოთ ეს ყველაფერი. ანუ ერთი მხრივ მე ვიცი თეორია, პრაქტიკა და ასე შემდეგ, რომ ბაზარი მოძრაობს მაქსიმუმ მინიმუმების ცვალებადობით. აი რო წაიკითხოთ თქვენ ბევრი წიგნი ტექნიკურ ანალიზზე, ყველგან ანალოგიური წერია, რომ ბაზარზე როდესაც მაქსიმუმ მინიმუმების ცვალებადობა მიდის ზევით, ესე იგი გამოდის, რომ აღმავალი ტრენდია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ იქ არის ისა არ დგება ხოლმე ესეთ საკითხები და არ ისმის ხოლმე ისეთი რამ, რომ თქვათ კი ბატონო, აღმავალი ტრენდია, მაგრამ როგორ გამოვიყენო ეს? ანუ კონცეფცია ესეთი ჯერ კიდევ თქვათ აი ჩარლზ დოუს დროს რომ დაიწერა, ხო ეს კონცეფცია მაქსიმუმ მინიმუმების ცვალებადობა გასაგებია ჩემთვის. ტრენდის კუთხეც გასაგებია ჩემთვის, მაგრამ იქნებ შეიძლება მისი გამოყენება ვაჭრობის პროცესში. და ლოგიკურათაც რომ დავფიქრდეთ, ჩვენ ესე გვექნება შემდეგი რამ, რომ თუ ჩვენ ვიმსჯელებთ ლოგიკურად და დავაკვირდებით ბაზარს, ხო, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ როდესაც ბაზარი არღვევს რაღაც მაქსიმუმს, რა თქმა უნდა, იქ ძალიან ხშირად ბაზარი მიდის ხოლმე იმ მიმართულებით, საიდანაც გაარღვია, ხო, ამ შემთხვევაში ზევით. და როდესაც ბაზარი არღვევს ხოლმე მინიმუმს, რა თქმა უნდა, იქაც მიდის ხოლმე გარღვევის მიმართულებით, ამ შემთხვევაში ქვევით. ესე იგი, გამოდის, რომ აი ეს მომენტი ჩვენ შეგვიძლია კარგად გამოვიყენოთ და შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში გვაქვს ხოლმე აი ესეთი სურათი, ეს არის ევროდოლარის სურათი ერთ-ერთი 1 საათიანი გრაფიკიდან აღებული და ჩვენ ხედავთ აი აქ ზუსტად აი ამ დეტალებს. თუ როგორ არღვევს ბაზარი მაგალითისთვის მინიმუმს, აი აქ, ანუ ფიქსირდება ფასი მის ქვეშ და შემდგომ გარკვეული მოძრაობის გაკეთების შემდეგ ბაზარი აგრძელებს ქვევით სვლას. ისევე როგორც აქაც არღვევს ამ მინიმუმს, ფიქსირდება ფასი მის ქვეშ, გარკვეული მოძრაობის შემდეგ ბაზარი აგრძელებს ქვევით სვლას და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. აი ამას თუ დაუკვირდებით ამ სურათს, ხო, საპირისპირო მიმართულებით ანალოგიურად კეთდება, აი ანალოგიურად აბსოლუტურად კეთდება. და თუ დაუკვირდებით ჩვენ ამ სურათს, აღმოვაჩენთ ერთ ძალიან საინტერესო დეტალს, რომ ყოველი დაღმავალი სვლის დროს მაქსიმუმები არ ირღვევა. აი მიუხედავად იმისა, რომ აქ მოხდა რა, ხო, ერთგვარი ცრუ გარღვევა მოხდა. ანუ ბაზარმა გაარღვია მინიმუმი, უკან დაბრუნდა. შესაბამისად, მოსალოდნელი იყო, რომ შეიძლებოდა ბაზარი წასულიყო ზევით, ხო? მაგრამ ესეთი რამ არ მოხდა. მოხდა ერთი რამ, რომ ბაზარი რომელიღაც მაქსიმუმს მიუახლოვდა, კერძოდ აი ამ მაქსიმუმს მიუახლოვდა, საერთო ჯამში დაგვიტოვა ჭრდილი და მერე ისევ წამოვიღო დაღმავალი მიმართულებით, ანუ გამოდის, რომ როდესაც გვაქვს ძლიერ განვითარებული ერთი მიმართულება, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქ მაქსიმუმი არ გაირღვევა. თავისთავად, ეხა ზუსტად ვიტყვით, რომ არ გაირღვევა და მართლა არ გაირღვევა, ესეც არ ხდება, რა თქმა უნდა. ხო, არის შემთხვევები, როდესაც მაგალითად ტესტი ხდება წინა მაქსიმუმის, ან წინა მინიმუმის, თუ აღმავალ სვლაში გვაქვს წინა მინიმუმის და შემდეგ ბაზარი აგრძელებს ხოლმე მიმართულებით სვლას. ამ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა, როგორც აი გამრღვევი ტრეიდერები, ესე ვთქვათ, რომელსაც აწყობს, რომ ბაზარმა იაროს ერთი მიმართულებით გარღვევის შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ დროს შეიძლება ბაზარმა გამოგვაგდოს პოზიციიდან და შემდეგ დასანანია, რომ წავიდა იმ მიმართულებით, თუმცა იქაც გვექნება გარკვეული ისეთი სურათები, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვეძლება უკვე ესე ვთქვათ, მოძრაობა ბაზრის სწორი მიმართულებით. ხო, აი თითქოს აი ამ სურათში არაფერი არ არის ესეთი განსაკუთრებულად რთული, ხო, დავაკვირდეთ, გადავხედოთ სურათებს, გადავხედოთ უამრავ, ესე ვთქვათ, გრაფიკს, ხო, აღმოვაჩენთ ერთი და იგივე სურათს, ან ესეც,
როდესაც ბაზარი მოძრაობს დაღმავალი მიმართულებით, ან ესეც, როდესაც ბაზარი მოძრაობს აღმავალი მიმართულებით. აქაც, როგორც ხედავ, თუ წინა პერიოდში ესე ვთქვათ, მაქსიმუმები არ ირღვეოდა, ეს კორექციული უკუსლები არ ირღვეოდა, შემდეგ პერიოდში, როდესაც ბაზარი მიდიოდა ზევით, ასევე კორექციული უკუსლები, ანუ დაღმავალი ესე ვთქვათ, მოძრაობები არ ირღვეოდა, პირიქით ზევით და ზევით ფასს გვიფიქსირებდა, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, ისმის რამდენიმე ესეთ საინტერესო შეკითხვა ხშირ შემთხვევაში და ეს აუცილებლად, როდესაც თქვენ ირჩევთ რაღაც კონკრეტულ ნებისმიერ სისტემას, რომელთაც უნდა ივაჭროთ, ხო? უნდა გქონდეს ამ სისტემას რამდენიმე ესეთი შეკითხვა ხოლმე. პირველ რიგში, რაზე არის დაფუძნებული? კონკრეტული სურათი დაფუძნებული არის ბაზრის მოძრაობის პრინციპზე, ანუ კონკრეტული სტრატეგია გინდა დაარქვით, გინდა სისტემა დაარქვით და ასე შემდეგ. ეს არის უშუალოდ ბაზრის მოძრაობის პრინციპზე დაფუძნებული, სადაც ამ მოძრაობის პრინციპის მიხედვით თუ ირღვევა მაქსიმუმი, ბაზარი მიდის კიდე ახალი მაქსიმუმისკენ, თუ ირღვევა მინიმუმი, ბაზარი მიდის კიდე ახალი მინიმუმისკენ. სხვათა შორის ესეთი პრინციპის ერთ-ერთი ნაწილი ჯერ კიდევ იაპონური სანთლების თეორიის ფუძემდებელმა შემოგთავაზა ზუსტად და საინტერესო პრინციპებით შემოგთავაზა იქაც. ზოგიერთი რამ ციტატები წაკითხული მაქვს მისი წიგნის ნაწყვეტიდან და შესაბამისად ერთ-ერთი პრინციპი არის ზუსტად გარღვევის და აი შემდგომი მოქმედების პრინციპები. მაგრამ ჯერ პირველ რიგში თქვენი სისტემაც თუ თქვა სხვა სისტემას ირჩევთ, არა აქვს ამას მნიშვნელობა, დაფუძნებული უნდა იყოს რაღაცაზე. ეს დაფუძნებულია ბაზრის მოძრაობის პრინციპზე. შემდეგი შეკითხვა, რომელიც შეიძლება დაისვას, რომელ ინტერვალზე შეიძლება რომ ვივაჭროთ, ხო? გასაგებია რომ ეს არის H1-ის გრაფიკი. ანუ 1 საათიანი time frame. შემიძლია თუ არა ამ ასეთი პრინციპით ვივაჭრო მაგალითად 5 წუთიან time frame-ზე. მინდა გითხრათ ერთი ჩემი გამოცდილება. მე მქონდა ამის გამოცდილება, ოღონდ ცოტა სხვანაირი შეიძლება ითქვას. უბრალოდ მოვყვებოდი ხოლმე, ესე ვთქვათ, ვყიდდი რა თქმა უნდა გარღვევაზე, მინიმუმის გარღვევაზე და ვყიდულობდი მაქსიმუმის გარღვევაზე. მაგრამ სტოპ-ლოსი, მე ამას მერე კიდევ ერთხელ გეტყვით, სტოპ-ლოსი თავსდებოდა დაღმავალისულის დროს, ესე ვთქვათ, მაქსიმუმზე და მოვყვებოდი აი ამ სტოპ-ლოსით და პლუს ამას გადადებული ორდერი მქონდა ხოლმე ყიდვაზე სტოპ-ლოსთან ერთად. შესაბამისად, თუ ბაზარი საპირისპირო მიმართულებით წავიდოდა, მე ეგრევე მეთიშებოდა წინა ორდერი და ირთვებოდა ახალი ამ შემთხვევაში ყიდვის ორდერი და მუშაობდა საკმაოდ კარგად 5 წუთიან გრაფიკებზე. ეს გამოცდილი მქონდა, ბევრი პერიოდის განმავლობაში მუშაობდი ამით, მერე გადავედი უფრო 15 წუთიან გრაფიკებზე, საათიან გრაფიკებზე და საათიან გრაფიკებზე, როდესაც გადავედი, უფრო აი შედარებით უფრო დასტაბილურდა ვაჭრობა იმის გამო, რომ აღარ იყო ზედმეტი ხმაური, აღარ იყო ზედმეტი მოძრაობები, პატარ-პატარები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ, რომელ time frame-ზე ვივაჭროთ, რომელ დროის ინტერვალზე ვივაჭროთ, მე გირჩევთ, რომ გნებავ დამწყებს, გნებავ გამოცდილებს უკვე აღარ აქვს ამას მნიშვნელობა, გირჩევთ ერთ რამეს. 1 საათიანზე ნაკლებ time frame-ზე არ ივაჭროთ, იმიტომ რომ იქ უკვე სურათი უფრო დაბალ time frame-ზე არის არეული ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ ბაზრის მონაწილეები, მსხვილი მოთამაშეები ამ შემთხვევაში შეიძლება სხვა რაღაცასაც აყალიბებდნენ და აი 5 წუთიან და 15 წუთიან გრაფიკებზე შეიძლება იმდენად აგირიოთ სურათი, რომ ბევრი ხმაურია ხოლმე ხშირ შემთხვევაში, იმდენად აგირიოთ სურათი, რომ ვეღარაფერს ვეღარ მეხდით. შემდეგია ეს მომენტი, ხო? ეს გასაგებია, რომ რომელ დროის ინტერვალზე. შეგიძლიათ დღის time frame-ზე სხვა შორის გადახედოთ ხოლმე სურათებს. ხო, ან კვირის ან თვის. ერთი და იგივე სურათები აბსოლუტურად ყველგან. შემდეგი არის განვათავსო, ესე ვთქვათ, დამცავი სტოპი, როგორ განვათავსო და ასე შემდეგ, ну სად ძირითადში, ანუ რას მოვაფარო, ხო, ეს დამცავი სტოპი და სად განვათავსო მოსალოდნელი მოგების მაჩვენებელი. მე დავიწყებ მოსალოდნელი მოგების მაჩვენებლიდან, ძირითადად განათავსეთ მოგება, ანუ take profit, ესე ვთქვათ, განათავსეთ 1-3-ის პრინციპზე დაყრდნობით. რა თქმა უნდა, უფრო მეტიც შეიძლება,
ამ შემთხვევაში მე გაჩვენებთ როგორ შეიძლება ეს ტოპის მოყოლებით მუშაობა, თუმცა როდესაც ერთი სამთან მუშაობთ, ხო, აი შეცდომების უფლება გაქვთ. მე პირდაპირ გეტყვით რა, იმიტომ რომ იმდენად კარგად ღებულობთ შემოსავალს, აი 1-3-ის პრინციპზე დაყრდნობით, რომ მეტი, გარისკვაც კი აღარ აღირს ხშირ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, შეიძლება ერთი 10-თანაც აიღოთ, ერთი 5-თანაც აიღოთ და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მაგრამ გვახსოვდეს, რომ 1-3-ის პრინციპი ყველაზე ესეთი ოპტიმალური პრინციპია, ანუ 1% სტოპი, 3% take profit-ი, ამის შესახებ მე საბირჟო მათემატიკაში მაქვს საუბარი, შეგიძლიათ გადახედოთ ამ ვიდეოებს, როგორ რანაირად, ყველაფერი არის იქ ნახსენები და კითხვები შემდეგ უკვე აღარ გაგიჩნდებათ. ხო, და კიდე ერთი მნიშვნელოვანი კითხვა. აი ეს კითხვა სხვათა შორის მე მაწუხებდა ხშირ შემთხვევაში ხოლმე და ბოლოს მივხვდი ერთ რაღაცას, რომელსაც ახლა შემოგთავაზებ და ასევე შემოგთავაზებ დამცავი სტოპისად განვათავსოთ. და მთავარი კითხვა არის ესეთი, შეგვიძლია თუ არა ვაჭრობისთვის გამოვიყენოთ ნებისმიერი მაქსიმუმი ან მინიმუმი. ეხლა რაში არის საქმე? დააკვირდით, იგივე სურათი არის ეს ევრო-დოლარის 1 საათიანი გრაფიკი, დაღმავალია ეს მოძრაობა, რომელიც არის, ხო? ეხლა აქ ჩვენ გვაქვს 5 მინიმუმი. აი რომ დავაკვირდეთ, აქ ჩვენ გვაქვს დაანომრილია ეს 5-ვე მინიმუმი. აქ ჩვენ გვაქვს 5 მინიმუმი. მოდით ახლა ჯერჯერობით ავიღოთ ის ბოლო კითხვა, რომელი მინიმუმი, ან მაქსიმუმი გამოვიყენოთ, ხო? და ვთქვათ ესეთი რამ, რომ დავფიქრდეთ ერთ საკითხზე, რომ აი წარმოვიდგინოთ პირველ მინიმუმზე რომ გავაკეთო მე გაყიდვა, უფრო მეტი შანსია, ანუ რაში რა იგულისხმება პირველ მინიმუმში, ხო, აი ბაზარი მოტრიალდა აქ, აი ამ გარღვევის შემდეგ ბაზარი მოტრიალდა. ანუ აქ უკვე ბაზარმა დაგვანახა ამ მოძრაობაზე, რომ თან ძლიერი ესეთი სვლა იყო, გაარღვია არა მარტო ერთი მინიმუმი, დაახლოებით 2-3 მინიმუმი გაარღვია, დააფიქსირა ახალი მინიმუმი, ახალი მაქსიმუმი და ესეც გაარღვია. ანუ ეს არის პირველადი, პირდაპირი გაგებით, ეს არის პირველადი მოტრიალების მომენტი ბაზარზე. შესაბამისად, მოდი ახლა დავფიქრდეთ, ხო, რომ როდის უფრო მეტი შანსი მაქვს, რომ ბაზარი გაივლის ჩემი მიმართულებით. პირველადი მოტრიალების დროს, თუ თქვათ შემდგომი მინიმუმის დაფიქსირების შემდეგ, ხო? რა თქმა უნდა, როდესაც აი ადამიანი წარმოვიდგინოთ ესეთ სიტუაცია, ადამიანი არის დასვენებული, ხო? არაფერი ესეთი აქტიური არ იყო, არაფერი ესეთ აქტიურობაში არ მონაწილეობდა და არის დასვენებული. ხა წარმოვიდგინოთ ეს სურათი, იმას უფრო მეტი შანსი აქვს, რომ უფრო კარგად გაირბინოს, თქვათ, რაღაც დისტანცია თუ გადაღლილ პიროვნებას, ხო? დაღლილ პიროვნებას უკვე, რომელსაც ბევრი აქვს ნასიარულები, ბევრი აქვს ნარბენი და კიდე ეუბნებით, რომ მიდი და გაიქეცი კიდე რაღაც მიმართულებით, ხო? რა თქმა უნდა, იმ პიროვნებას, რომელიც არის დასვენებული. ანუ რეალობაში, როდესაც ჩვენ გვაქვს პირველადი შემოტრიალება, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი არის დასვენებულ მდგომარეობაში და მისგან უნდა ველოდოთ უფრო მეტ ესე ვთქვათ, მანძილს, რომ გაივლის, ვიდრე ვთქვათ შემდგომი მინიმუმებისგან. თავისთავად, შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი მინიმუმი ან მაქსიმუმი, საპირისპირო იქნება, რა თქმა უნდა, მაქსიმუმზე, ხო? ნებისმიერი მინიმუმი ან მაქსიმუმი შეგვიძლია გამოვიყენოთ იმისათვის, რომ შევიდეთ პოზიციაზე, მაგრამ გირჩევთ ერთ რამეს, რომ აუცილებელი არის ერთი მხრივ, რომ რა თქმა უნდა, პირველადი მოტრიალება დავიჭიროთ და სწორედ იმ მინიმუმზე ან მაქსიმუმზე დაყრდნობით გავაკეთოთ გადავდგათ ჩვენი პოზიცია. აქ რა გქონდა, ხო, კიდე stop loss-ი სად განვათავსოთ. აქ ჩვენ კარგად ხედავთ, რომ ბაზარმა გააკეთა ესეთი სვლა და შემდეგ უკან დახევა. რადგანაც ბაზარმა მიაღწია რაღაც დონემდე და შემდეგ მოახერხა აი ამ ძირის გამოტანა, ანუ დაფიქსირება ამ ძირის ქვეშ, ხო? ესე იგი გამოდის, რომ აი ეს არის მისი ძალა და შესაბამისად, რომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუ ბაზარი გაარღვევს ამ მაქსიმუმსაც, ამ მაქსიმუმს თუ გაურღვევს ბაზარი, ხო, ვინც აი ეს ძალისხმევა ჩადო, რომ ეს მოძრაობა გაეკეთებინა.
Am მაქსიმუმს თუ გაურღვევს, არის იმის შანსი, ან გაურღვევს ისე რაც რო გარღვევის სახით. გაურღვევს კარგად, აი როგორც მოხდა წინა პერიოდში, ხო, როცა ბაზარმა გაარღვია, აი ეს მინიმუმი, ეს საკმაოდ იარა, ხო, ამის შემდეგ. ხო? თუ თქვათ მაგ მაქსიმუმსაც გაარღვევს, მაშინ შესაბამისად გვექნება საპირისპირო სურათი, არა დაღმავალი სურათი, არამედ აღმავალი სურათი უკვე საპირისპირო სვლა. და აქედან გამომდინარე ჩვენი stop loss-ი უნდა დაიდოს აი ამ ორ შორის, ანუ ამ მინიმუმსა და ამ მინიმუმს შორის ყველაზე მაქსიმალურ წერტილზე. ანუ ამ ორ შორის მაქსიმალურ წერტილზე. ამ შემთხვევაში ეს იქნება, ანუ მაქსიმუმზე გადადებული stop loss-ი ცოტა ზევით, ანუ 2-3 პუნქტით ზევით განვათავსებთ ჩვენ stop loss და როცა ჩავრთავთ, რა თქმა უნდა, პოზიციას, განვათავსებთ ჩვენ stop loss და რა თქმა უნდა, სამჯერ მეტი დისტანციით გადავდებთ take profits. ამ შემთხვევაში აი ეს დისტანცია არის სამჯერ მეტი და შეიძლება ითქვას, რამდენიმე დღეში დაგვიფიქსირებდა ჩვენს მოგებას. ეხლა წარმოიდგინეთ ეს სურათი, ხო? რა თქმა უნდა, კარგი მოძრაობა მოხდა მერე და უფრო მეტი შეგვეძლო აგვეღო. ანუ ახლა როგორ მოვიქცეთ, რომ მეტი მინდა, არ მინდა სამჯერ მეტი და უფრო მეტი მინდა ავიღო. პირველ რიგში ეს ცოტა სახიფათოა, მინდა გითხრათ, როდესაც მეტის აღება გვწადია, ესე ვთქვათ, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ შეგვიძლია ასევე ლოგიკურად მოვიქცეთ, აი ბაზრის მოძრაობიდან გამომდინარე უფრო ლოგიკურად მოვიქცეთ და მინდა დაუბრუნდე ამ სურათს. ხო, აი ეს სურათი იყო, აი ეგ ნაჩვენები. წერან. შესაბამისად, მე თუ გავყიდი აქ და stop loss-ი განვათავსი აქ, თუ ბაზარმა დააფიქსირა ახალი მინიმუმი, ახალი მაქსიმუმი და ეს მინიმუმიც ახალი გაარღვია, მე შემიძლია ეს stop loss-ი წამოვიყვანო დავდო აქ. შემდეგ გვაქვს ესეთი ძლიერი სვლა, შემდეგ მაქსიმუმის დაფიქსირება, მე stop loss ჯერ არ ვკიდებ ხელს, სანამ ბაზარი ამ წერტილიდან არ წამო, ანუ სადღაც ამ წერტილებიდან, მე ხო არ ვიცი ეს მაქსიმუმი აქ დაფიქსირდება თუ კიდე ზევიწავა და მერე გაარღვევს, ხო? სანამ არ წამოვა და კიდე არ გაარღვევს თავის ახლა დაფიქსირებულ მინიმუმს. აი როგორც კი ბაზარი გაარღვევს და დაფიქსირდება მის ქვეშ, მე შემიძლია stop loss-ი წამოვიყვანო და დავდო უკვე ამ მაქსიმუმზე. იგივე პროცესი, დააფიქსირა მინიმუმი, მაქსიმუმამდე ამოვიდა და გაარღვია, ესე იგი გადმოვდო ჩემი stop loss-ი და აი ესე stop loss-ით ეტაპობრივად ვიმოძრავ. ამ შემთხვევაში მე თუ მქონდა მოგება სადღაც აქ, აი მეოთხე მინიმუმთან, ხო, ეს მეოთხე მინიმუმი არის, აი ეს მინიმუმი, უკაცრავად 1 2 3 4, აი ეს მინიმუმი. ხო? ამ შემთხვევაში მეოთხე მინიმუმთან კი არ გავთიშავდი ჩემს მოგებას, არამედ გავთიშავდი აი ამ მაქსიმუმზე. ანუ როდესაც ბაზარმა გააკეთა უკვე ეს საპირისპირო სვლა. რატომ ამ მაქსიმუმზე, ხო, მოხდა ესეთი სვლა, ბაზარმა დააფიქსირა მაქსიმუმი, გაარღვია, აი აქ ხედავთ, რომ გაარღვია საკუთარი მინიმუმი, დააფიქსირა, ესე ვთქვათ, ფასი მის ქვეშ, შესაბამისად, ჩემი stop loss-ი აქედან გადმოვიდოდა უკვე აქ და შემდეგ, რა თქმა უნდა, ბაზრის ეს მოძრაობა მე გამითიშავდა stop loss-ით ჩემს მოგებას. თავისთავად 1.3-ზე არ გამოვიდოდა, აქ დაახლოებით გამოდიოდა 1.6-ნახევარზე და იმ მთლიანი აი ეს მოძრაობა შემეძლო ამეღო. ეხლა დავაკვირდეთ საპირისპირო სურათს, ხო? მე დავანახე, რომ ბაზარმა გააკეთა კარგი სვლა, ბაზარმა გააკეთა მინიმუმი, შემდეგ პირველი მცდელობით ბაზარმა ვერ გაარღვია და მეორე მცდელობით გადალახა მაქსიმუმი. და დააფიქსირა თავისი თავი მაქსიმუმის ზევით. შემეძლო თუ არა გამეკეთებინა აქ ყიდვის პოზიცია, ხო? ანუ buy გამეკეთებინა. რა თქმა უნდა, შემეძლო სტოპი უნდა განმეთავსებინა მინიმუმზე და შესაბამისად ორი ვარიანტი აქაც take profit-ის. ან აი ეს მანძილი გამემრავლებინა 3-ზე და გადამედო take profit-ი, ან უბრალოდ მივყოლოდი stop loss-ით ყოველი მაქსიმუმის გარღვევის შემდეგ გადამედო ჩემი stop loss-ი მინიმუმებზე, ხო? ჯერ გადმოვიდოდა აქ, შემდეგ გადმოვიდოდა აქ, იმიტომ რომ მაქსიმუმი, მინიმუმი და გავარღვიეთ. გავარღვიეთ, გადმოვედით აქ. შემდეგ მაქსიმუმი, მინიმუმი და გავარღვიეთ. ისევ გადმოვედით აქ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, ისეთი მეთოდი, რომელიც
უშუალოდ მიყვება ტრენდს და როდესაც ტრენდი ირევა, ანუ გადადის ფლეტში, დიდ კონსოლიდაციაში და ასე შემდეგ, იქ უკვე უნდა თავი დავანებოთ, ხო? მოძრაობები იქ არ არის. უკვე ვატყობთ, რომ ბაზარი რაღაც დიაპაზონში მოექცა, შესაბამისად ჯობს, რომ ესეთ მომენტებს თავი დავანებოთ და აღარ ვიმუშაოთ და აი როცა გაირკვევა სურათი, მაშინ ზუსტად გადავდგათ ნაბიჯი. და კიდე ერთი მომენტი, ნახეთ, დააკვირდით, ესეთი მომენტი ქონდა, მე გამოვიყენე ეს მომენტი რამდენიმე ეს გეუბნები ძალიან ადრე გამოვიყენე ეს სიტუაციები და შესაბამისად დღევანდელ ბაზარსაც რო ვაკვირდები, შეიძლება მისი გამოყენება უყოთ საკმაოდ ფრთხილად, ეხლა რასაც გეტყვით, იმიტომ რომ გაფრთხილებთ ამისთვის, იმიტომ რომ ერთი მხრივ შეიძლება კარგი მოგებაც წამოიღოთ ბაზრიდან, მეორე მხრივ შეიძლება ესე ვთქვათ მინუსშიც დარჩეთ. და რასთან არის დაკავშირებული ეს იმ კითხვასთან, ხო, რომელი მინიმუმი ან მაქსიმუმი გამოვიყენოთ. ეხლა წარმოვიდგინოთ ესეთი რამ, ეს მეთოდი ქონდა ბილ ვილიამს თავის ქაოსის თეორიაში და საკმაოდ ესე კარგად ესე ვთქვათ გამოვიყენეს. საქმე რაში არის? რეალობაში ყოველი მინიმუმი ეს არის ბილ ვილიამსის ფრაქტალი. ანუ ბილ ვილიამს, ფრაქტალს ეძახის ესეთ მინიმუმებს. იქ ცოტა სხვანაირი განმარტებაა რეალობაში, მაგრამ ფრაქტალის ინდიკატორი რომ დამედო ეხლა აქ, ყველა მინიმუმზე დამეხატავდა ამ ფრაქტალს. და იძახის ერთ რამეს, რომ ტრენდები მართლა ესე არის, რომ ტრენდები დიდხანს არ გრძელდება. ანუ დროის ფაქტორის მიხედვით შეიძლება სწრაფად გავარდეს ერთი მიმართულებით, მერე დროის გარკვეულ მონაკვეთში გადავიდეს ტრენდი ფლეტში და დიდი ხნის განმავლობაში იჯდეს ფლეტში. და იძახის ესეთ რამეს, რომ რადგანაც ტრენდი დიდხანს არ გრძელდება, შეგვიძლია რომ ყოველ მინიმუმზე გადავდოთ, ამ შემთხვევაში სელის ორდერი. კონკრეტულ შემთხვევაში სელის ორდერი. ანუ პირველზე, მეორეზე, მესამეზე, მეოთხეზე, მეხუთეზე შეგვეძლო გადაგვედო სელის ორდერი. მოდი ახლა დაუბრუნდეთ, ხო, ისევ აი აქ ყველაფერი რაც ჩანს. აი ეს მეხუთე აქ მაქვს, მაგრამ მეექვსეზეც უნდა გადამედო სელის ორდერი. ესე იგი რა გამოდის, რომ ამ ერთი მოძრაობით წამომეღო ყველა გარღვევა, რაც იყო და სტოპ-ლოსი ყველასი განმეთავსებინა ერთი და იგივე ადგილას. მაგალითისთვის, თუ მე გავაკეთე აქ სელი და სტოპ-ლოსი განვათავსე აქ, შემდეგ ვხედავ მინიმუმი დაფიქსირდა, მაქსიმუმი გაირღვა, შევდივარ კიდე ერთი სელით, ამის სტოპ-ლოსი გადმოდის აქ, ამ მეორე ორდერის სტოპ-ლოსი გადმოდის აქ. შემდეგ მინიმუმი, მაქსიმუმი გაირღვა, იგივე პროცედურა. ყველა სტოპ-ლოსი ჯდება აქ. პირველი, მეორე და მესამე ორდერის სტოპ-ლოსი. მეოთხე ორდერის სტოპ-ლოსი ჯდება აქ თავის წინა ორდერების სტოპ-ლოსებთან ერთად, მეხუთეც იგივე და ბოლო იქნებოდა აი ეს ორდერი და აი ეს ორდერი უბრალოდ წააგებდა. მაგრამ ეს არის პატარა წაგება იმასთან შედარებით, რაც აი აქ 1, 2, 3, 4, 5 ორდერით მოვდივარ ქვევით. ხო? ეხლა წარმოვიდგინოთ ესეთ სურათი. მარტო ერთი ორდერით რო გავაკეთო სელი, წარმოვიდგინოთ რომ ეს არის 100 პუნქტი. აი აქამდე არის 100 პუნქტი, ხო? როცა გამსტოპავდა ესე ვთქვათ. ანუ ერთი ორდერით მე 100 პუნქტს ვიგებ. დაახლოებითი დაშორების მანძილი ეს იქნება, დაახლოებით 30%, წარმოვიდგინოთ აქედან განხორციელებული სელი კიდე 60 პუნქტი ავიღოთ. 60 პუნქტიც მოვიგე აქ. ხო? ანუ 160 პუნქტი მოვიგე. დაახლოებით 150 პუნქტი, ისა, ბოდიში 50 პუნქტი წარმოვიდგინოთ. 160 პუნქტს კიდე უმატებ 50 პუნქტს მოგებაში. ხო, აქამდე რომ მოვიდა. იმ 50 პუნქტს კიდე 45, 40 პუნქტი იყოს კარგი. მოვიგე კიდე, 210 პუნქტი მაქვს უკვე და კიდე 40 პუნქტი, 250 პუნქტი გავთიშე ეს. და კიდე ერთი ორდერი 30 პუნქტი წარმოვიდგინოთ და 280 პუნქტი გაითიშა აქ, მაგრამ აი აქ ესეთი 10 პუნქტი, 20 პუნქტი წარმოვიდგინოთ, ხო? რომ მოხდა 20 პუნქტი წავაგე მე აქ ბოლო ორდერით. და შესაბამისად გამოვიდა არა 280 პუნქტი, არამედ 260 პუნქტი მომიგია. არა და მთლიანი მოძრაობა იყო 100 პუნქტი. იგივე შეიძლება ითქვას ბაიზე. ხო?
ანუ რისი თქმა მინდა მეგობრებო, რომ ერთი მხრივ ეს მეთოდი არის ძალიან ეფექტური. ერთი მხრივ მართლა ეფექტური არის, მე გამოყენებული მაქვს ეს მეთოდი, ჰაერზე რა თქმა უნდა არაფერს არ გასწავლით, არც რაღაც კატასტროფულ მეთოდებს გასწავლით და ასე შემდეგ. თუმცა იყო მომენტი, როცა მოუწია დიდი წაგება. აი მაგალითისთვის მომხდარა ესეთი რამ, 3 ორდერი მაქვს ჩართული, თქვათ აი ესეთ მომენტში და აქედან წასულა ზევით. ხო, რა თქმა უნდა, ეს ორი ორდერის მინუსი იმხელაა ხოლმე, რომ ეს ერთი ორდერი ვერ ფარავს. შესაბამისად, ამის გამოყენებაც საკმაოდ, ესე ვთქვათ, ფრთხილად უნდა მოხდეს და უნდა მოხდეს გამოთვლით. აი გამოთვლა როგორ მდგომარეობს, რომ მე თუ მეორე ორდერი ჩავრთე, აქ თუ ჩავრთე მეორე ორდერი და სტოპი განვათავსე აქ, ყოველ შემთხვევაში პირველმა და მეორე ორდერის მინუსებმა, ისა მინუსმა და პირველი ორდერის პლუსმა ბოდიში, მეორე ორდერის მინუსმა და პირველი ორდერის პლუსმა მინიმუმ 0 მაინც უნდა მომწეს, თუ ვერაფერს ვერ მომაგებინებს. და მესამე ორდერი ისე უნდა ჩავრთო, ან 0-ში გამოვიდე საერთო წაგების დროს, ანუ თუ მოხდა ისე რომ წავიდა საპირისპირო მიმართულებით და ასე შემდეგ, ან 0-ში გამოვიდე, ან გამოვიდე პატარა პლუსში მაინც. მინუსში არ უნდა გამოვიდე. შესაბამისად, აი ესე ფრთხილად შეიძლება გაკეთდეს, ესე ვთქვათ, ეს პოზიციები და რა თქმა უნდა, აქ 6 პოზიცია არ იქნებოდა ჩართული, იქნებოდა სულ 3 პოზიცია ჩართული და შესაბამისად უფრო ცოტას მოვიგებდით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათემატიკური გათვლით მოვიგებდით. მე მინდა ცოტა გადავხედოთ. იმედია ძალიან არ მოგაწყინეთ. მე მინდა ცოტა გადავხედოთ, აი მაგალითად ფუნტი დოლარის, არა, ეს ახალზელანდიური დოლარის წყვილი არის. ახალზელანდიური დოლარი დოლართან მიმართებაში და აი 1 საათიანი გრაფიკი ნახეთ. აქ რა ხდება რა, ძირითადში შეხედეთ ახლა სურათს. არის მომენტები, როდესაც ბაზარი გვაჩვენებს ჩვენ კარგ მაქსიმუმ მინიმუმებს, აი ესე, ჩამწკრივებულ მინიმუმებს, მაქსიმუმებს და ასე შემდეგ. არის მომენტები, როდესაც ბაზარზე აი ესეთი წვრილი მაქსიმუმ მინიმუმები გვაქვს და წვრილ მაქსიმუმ მინიმუმებთან გვიწევს მუშაობა. ხო? ამიტომ აი ესეთ მომენტებს წვრილებთან მუშაობას ცოტა არ იყოს არ უნდა შევეგუოთ რა. იმიტომ რომ ჯობს რომ დავინახოთ ბაზრის კარგი მოძრაობა, როდესაც მოხდება. აი მაგალითისთვის, ხო? ბაზარზე მქონდა აი ეს პირველადი სვლა სელზე. რატომ გავავლე აქ ხაზი? ახლა რა თქმა უნდა ყველაფერი კარგად ჩანს, თუმცა ამას მე ვაკვირდებოდი და იმიტომ მახსოვს. მოხდა აქ რა თქმა უნდა პირველადი სვლა ქვევით. რატომ ვაფიქსირებ ამას როგორც სელის ერთ-ერთ ვარიანტს, ხო? აი ამის გარღვევაზე სელის ვარიანტს. აი ეს სამთელია უშუალოდ. იმიტომ რომ ბაზარზე იყო ეს მაქსიმუმები და ეს მინიმუმი. და აი ამ სვლამ ეს მინიმუმიც გაარღვია, ანუ შემომიტრიალა ბაზრის მოძრაობა. და დამანახა რომ ეს არის ცრუ გარღვევა, რადგანაც დონის ქვეშ შევიდა. შესაბამისად ამის გარღვევაზე შემეძლო მე გამეკეთებინა სელი, სტოპი განმეთავსებინა სულ 40 პუნქტია როგორც ხედავთ და შემდეგ ნახეთ, მარტო ერთი ორდერით რომ მივყოლოდი, უბრალოდ მივყოლოდი. შეხედეთ ამ პოზიციას, მხოლოდ ერთი ორდერით რომ მივყოლოდი აი ამ პოზიციას, თავისთავად აი აქ უკვე გავმაგდებდა, ხო? იმიტომ რომ გააკეთა ესეთი დიდი სვლა. შესაბამისად ეს იყო 380 პუნქტი დაახლოებით 40 პუნქტთან შედარებით, ახლა 380 პუნქტი საკმაოდ კარგი არის. ამიტომ რისი თქმა მინდა ამით, რომ ერთი მხრივ, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ ამით რაღაცას, ხო, ესეთი სტილით, გარღვევაზე მუშაობის სტილით რაღაცას, უნდა დავაკვირდეთ საკმაოდ ბევრ რამეს. ერთი არის რომ შეიძლება უკვე დიდ მოწვისა, დიდ დონესთან ვართ მისული, იქ უკვე გარღვევაზე აღარ უნდა ვიფიქროთ, უნდა დავაკვირდეთ რა მოხდება, შემოტრიალდება, გაარღვევს, რა სიზავს აბსოლუტურად. აი ამაზე უნდა ვიფიქროთ, ხო, დაკვირვების რეჟიმში უნდა გადავიდეთ. მეორე მხრივ თუ შემოტრიალდა, ეხლა წარმოვიდგინოთ ეს სურათი, ხო? მე შევედი აი ამის გარღვევაზე აქ და სტოპ-ლოსი დავაყენი აქ, ეს რამდენი პუნქტია, მოდი ვთქვათ, ხო? ეს არის 100 პუნქტი, ეხლა ახალი ზელანდია იშვიათად დადის ერთიანად, თქვათ 300-400 პუნქტს. ხო? აქ გაიარა 230 პუნქტი.
არა, ბუდიში, მერე კიდე გაიარა. მაგრამ ეს დამიჯდებოდა საკმაოდ დიდი დრო. საკმაოდ დიდი დრო. თუ აფიქსირებ, რომ ესეთი წვრილ-წვრილი მაქსიმუმ მინიმუმებია და ერთ დიდ მოძრაობას აკეთებს, ერთ დიდ უკან დახევას აკეთებს. შესაბამისად, რადგანაც აკეთებს ერთ დიდ მოძრაობას და ერთ დიდ უკან დახევას, მეც რა თქმა უნდა აი ამ სტილს უნდა მივყვე, რომ დიდ მაქსიმუმებზე გადავდო ჩემი ორდერები. ამიტომ ესეცაა გასათვალისწინებელი. დროს ვკარგავ, ერთი სამთან ავიღო და ამ დროს შეიძლება სხვა წყვილზე გამოჩნდეს ისეთი სურათი, მაგალითად აი ამ მოძრაობაზე, ნახეთ როგორი კარგი მოძრაობა მოხდა, ხო, ერთიანად. ხო? ესეთი სურათი გამოჩნდეს, რომ აბსოლუტურად სწრაფად შეიძლება ერთი სამთან მომცეს ბაზარმა და შეიძლება უფრო მეტთანაც მომცეს. ამიტომ სანამ მეთოდს გამოიყენებთ, პირველი ჩემი რჩევა ნებისმიერ წყვილზე რომ გადავხედოთ, ეხლა ანალოგიური სურათები იქნება, აი ნებისმიერ წყვილზე გნებავთ 4 საათი, აი დღის გრაფიკი სხვა შორის. როგორ კარგად მიდის, ხო? მაქსიმუმის გარღვევის შემდეგ და ამ შემდეგ. 4 საათიანი გრაფიკი მოძრაობები და ასე შემდეგ. საათიანი გრაფიკის მოძრაობები და ასე შემდეგ. ანუ ნებისმიერ წყვილს რო გადავხედოთ, ერთი და იგივე სურათი გვექნება აბსოლუტურად ყველგან. ერთი და იგივე სურათი გვექნება. აქ სურათში არ არის მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემაა როგორ გამოვიყენებთ მე პრაქტიკაში. ამიტომ სანამ რამე მეთოდს პრაქტიკაში გამოიყენებთ, აუცილებლად გატესტეთ დიდ ხანს. ერთი დღე და ორი დღე არა. ერთი რამდენიმე თვეც თუნდაც, ხო? რამდენიმე კვირა თუნდაც, იმიტომ რომ გაიგოთ მეთოდი, შეიგრძნოთ მეთოდი, მთავარი პრინციპებს მიხვდეთ, მთავარ სიტუაციებს მიხვდეთ და ასე შემდეგ. ეხლა წარმოიდგინეთ აი ამ მეთოდში ერთ-ერთ შესვლას გაჩვენებთ სხვათა შორის, ძალიან მაგარს ქონდა ეს მაქსიმუმი, ბაზარმა გაარღვია და წამოვიდა მინიმუმის დასაფიქსირებლად. აი ერთი შესვლა, აი ამ მაქსიმუმის გარღვევა, დაფიქსირდა აი ეს სანთელი, ანუ აი კონკრეტულად მოგინიშნავთ, აი ეს სანთელი თეთრი დაფიქსირდა, ბაი. და სტოპ-ლოსი უნდა განვათავსო 60 პუნქტზე. ეხლა ისმის შეკითხვა იქნებ ცოტა პატარაზე განვათავსო სტოპ-ლოსი, ხო? აი ესენი რომ ვისწავლოთ, როგორ განვათავსოთ კიდე უფრო პატარაზე, არა 60 პუნქტზე, არამედ შეიძლება 15 პუნქტში. ხო? ამისათვის საჭიროა პრაქტიკა უკვე. ეს რაც მე მოგიყევით, ეს არის საბაზისო, საკმაოდ კარგი ბაზისი იმისათვის, რომ თქვენ განახორციელოთ, თქვათ, ხედვა ბაზარზე. როგორ მოძრაობს და მუშაობს ბაზარი. და პლუს ამას, რა თქმა უნდა, გამოიყვანოთ თქვენი სავაჭრო ალგორითმი. აი ამაზე დაყრდნობით მაინც. შესაბამისად, დანარჩენი უკვე რაც იქნება, ეს ყველაფერი იქნება პრაქტიკა. აი ხა თქვენ რო ამ პოზიციაში ყოფილიყავით, თუნდაც 60 პუნქტიან პოზიციაში, ერთ-ერთზე გაივლიდა მაინც. ხო, სტოპი უკვე წაუგებელში გექნებოდათ გადასული და თუ ბაზარი გააგრძელებდა აქ სვლას, შემდეგი სტოპი უკვე გადმოვიდოდა აქ. ანუ არაფერი დასაკარგი, ასე ვთქვათ, არ გექნებოდათ. მაგრამ აი შევამცირო სტოპი, როგორ, ეს უკვე ცალკე საკითხია თავისთავად. სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა მეგობრებო. თუ რამე შეკითხვა გაქვთ ამ სისტემის თაობაზე, მომწერეთ, გიპასუხებთ აუცილებლად. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მუშა სისტემა არის ეს, ვფიქრობ რა გამოცდილი მაქვს მე თვითონ ეს სისტემა. პირველად ამ სისტემის წყალობით მე მოვიგე თანხა, მინდა გითხრათ, ახალზელანდიურ დოლარზე, დოლართან მიმართებაში, მაშინ არ ვიცოდი ეს მოხდა შორეულ წარსულში. ესე დაახლოებით 11-12 წლის წინ. ხო და მაშინ ახალზელანდიურ დოლარზე გამოდიოდა, ეს საერთოდ გამოდიოდა ინფორმაცია, non-farm-ი, დავაფიქსირე დაღმავალი ტრენდი, მე არ ვიცოდი ესეთი non-farm-ი და ესეთი რაღაც ინფორმაცია რომ გამოდიოდა და მაშინ სხვათა შორის non-farm-ს ქონდა ხოლმე ერთი მიმართულება, აი როგორც კი გამოვიდოდა, ეგრევე ერთ მიმართულებას აძლევდნენ ბაზარს და ხშირად მუშაობდნენ ხოლმე non-farm-ზე. ხალხი, მე მახსოვს, მაგრამ მე უკვე 1-2 წელიწადში ყველაფერი შეიცვალა და non-farm ისეთებს აკეთებს, რომ და ნუ მე პირადად 1-2 მაქვს ინფორმაციაზე ნავაჭრი, ერთი ზუსტად ეს შემთხვევა, როდესაც დაემთხვა. და მეორე უშუალოდ ამერიკის ფედრეზერვის პრეზიდენტის გამოსვლისას მქონდა ჩართული პოზიცია, ჩავრთე პოზიცია, უფრო სწორედ
კიდევ კარგი გამიმართლა და წამოიღო რაღაც გარკვეული დროით ჩემი მიმართულებით და გავთიშე ეგრევე და მე ატრიალდა. ამიტომ მე არავის არ ურჩევ ინფორმაციაზე დაყრდნობით მუშაობას. ანუ ფუნდამენტალურ ანალიზს ესე ვთქვათ რა, იმიტომ რომ მაგას თავის ცოდნა სჭირდება. და სწორედ აი ამ დროს ახალზელანდიურ დოლარზე გამოდიოდა ეს ინფორმაცია, დოლარზე გამოდიოდა ეს ინფორმაცია, ტრენდი მქონდა დაღმავალი და დავაფიქსირე ეს მაქსიმუმ მინიმუმების ცვალებადობით, გადავდე ორდერი, თავის სტოპ-ლოსი დაუყენე და მაშინ პირველად მოვიგე $200. ეს ძალიან კარგად მახსოვს, ეს მაშინ ვიყავი უბედნიერესი ადამიანი და ჩემზე უფრო მაგარი ტრეიდერი მსოფლიოში არ მეგულებოდა. შესაბამისად, მერე დავხვეწე ეს მეთოდი, მაქსიმუმ მინიმუმების ცვალებადობა, უკვე გავავლე ტრენდის ხაზებსაც ვიყენებდი მაშინ, მერე მოვაშორე, იმიტომ რომ მივხვდი რომ არ მუშაობდა ამ მეთოდთან ერთად, მაგრამ ძალიან კარგად მუშაობდა უშუალოდ, ესე ვთქვათ, წინაღობა მხარდაჭერის ხაზებთან ერთად და ერთ-ერთი მეთოდი მე მაქვს აქ გადაღებული ვიდეო მაგის თაობაზე, ეს არის ხალხის ბრბოს გასტოპის მეთოდი, თუ არა ვცდები, ესე ვქვია ჩემ ვიდეოს, ანუ ცრუგარღვევებთან დაკავშირებით. აი ეს ცრუგარღვევები კარგად მუშაობდა ზუსტად აი ჩემ მეთოდთან. და შესაბამისად მაგას ვაქცევდი ძალიან დიდ ყურადღებას. ამიტომ თქვენც თუ აარჩევთ რაღაც მეთოდს, ნელ-ნელა უნდა განავითაროთ რა, ჯერ ერთი უნდა მოსინჯოთ, მერე დაუმატოთ რაღაც, თუ იმან ივარგა და პრაქტიკულად გამოიყენეთ, მაშინ გააძლიერეთ ეს მიმართულება. თუ არ ივარგა, ამოშალეთ ისევ და ესეც და ამის ხარჯზე ხო უკვე გექნებათ საკმაოდ ესეთი მუშა მეთოდი. რა თქმა უნდა, ჩვენი სფერო არის აი ესეთი სფერო, სადაც გვჭირდება დიდი ძალისხმევა, დიდი დროის გამოყოფა და ვისაც გააქვთ კიდევ ერთხელ გეუბნებით ილუზია იმისა, რომ მალე მოიგებთ, თქვენ წააგებთ ეს პირდაპირ გეუბნებით. ნუ იზავთ მაგას, გამოყავით დრო და ენერგია იმისათვის, რომ თქვენ, ესე ვთქვათ, იმუშავოთ ნორმალურად უკვე სტაბილურობისკენ გადაინაცვლოთ, არასტაბილურობიდან უკვე სტაბილურობისკენ. აი სულ ეს იყო მეგობრებო, რაც მინდოდა მეთქვა, იმედია თქვენთვის ყველაფერი გასაგებია, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, რადგანაც გექნებათ კიდე ბევრი ესეთ საინტერესო ვიდეოები, დამიჯერეთ და შესაბამისად, რო არ გამოტოვოთ ეს ვიდეოები. ყველას წარმატებას გისურვებ და გმადლობთ ყურადღებისთვის.